მოგესალმებით, მეგახლავართ გიორგი დარასელია და დღეს არის ისეთი ეთერი, რომ ისეთი დღე არის უბრალოდ მამა თეიმურას ქორიძე ჩვენთვის კარგად ნაცნობი და ყველასაც საყვარელი ადამიანი რა. ადამიანის რაც ზეცად გაფრინდა არის წლისთავი უკვე და შევეცადე რომ მამა თეიმურაზის მეგობრები მომეყვანა და ძალიან დიდი მადლობა იმ ადამიანებს, ვინც ხართ მამაოს გვერდით ესე და მამაოსთან იყავით სულ და ესე ინარჩუნებთ და მის სახელს უყვავთ კიდე ამ ქვეყნად რა. დიდი მადლობა იმ ადამიანებს, ვინც აი ესე რაღაცნაირად დღეს მოახერხეთ მოსვლა. სხვადასხვა ლაშა მყავს ზალიშვილი ადამიანი, რომელიც სუ თავიდან მამაო ჯერ კიდე 16 წლის იყო, რომ მითხრა რომ ძალიან მაგარი ადამიანი არისო ერთიო და მინდა რომ გეხვეწებიო მაგარ ლექსებს ქმნისო რაღაცაო და თუ შეიძლება რომ შენთან ითქვასო და მამაო სხვათაშორის ლაშამ შემაყვარა თავიდანვე და ლაშამ გამაცნო და ძალიან დიდი მადლობა ლაშა და მინდოდა რომ სულ ყოველთვის მინდოდა შენი მოწვევა ამ თემასთან დაკავშირებით და თუ შეიძლება რომ მე ძვირფას დროს არ წავიღებ ბევრს, იმიტომ რომ კიდე ორი მეგობარი გველოდება მამაოსი, თუ შეიძლება ლაშა რომ რა შეგიძლია ვთქვა და დიდი მადლობა მინდა პირდაპირ ეთერში გადაგიხადო იმისაც რომ მამა თეიმურაზი ჩემ ცხოვრებაში ესე რაღაცნაირად აი ამ დიდი დოზით შემოუში რა. მოგესალმებით პატრონო გიორგი, უპირველესად მინდა რომ მივესალმო ჩვენს ტელემაყურებელს, მოგესალმოთ თქვენ და მადლიერება გამოვხატო თქვენს მიმართ უკვე მერამდენე გადაცემას უძღვნით მამა თეიმურას სიცოცხლეშიც არ აკლდა თქვენს გადაცემაში და ის კადრები რაც დღეს საქართველოს ნუგეშს აძლევს არის თქვენი გადაცემის კადრები და პირადად მე მინდა ამისთვის გითხრათ ძალიან დიდი მადლობა. მადლობა ლაშა, შენ და თუ შეიძლება ბოდიში ხდე ის ზუსტად მაგ ადგილას იჭდა ამ ბოლო გადაცემა რომელიც იყო აი ამ ადგილიდან ყვებოდა აი ზუსტად მანდ ხელები და აი მაგ სკამთან იჭდა წარმოიდგინე. თითქმის ყოველ დღე ვუყურებ მაგ კადრებს, მაგ გადაცემის კადრებს და დიდ ნუგეშს მაძლევს და ალბათ მთელი საქართველო მასე არის, იმიტომ რომ აი მამა თეიმურაზე როდესაც ვიწყებთ ჩვენ საუბარს, თუნდაც ფიქრს უკვე გულის სიყვარულით და სითბოთი გვევსება და რაღაც არამქვეყნიური მადლით, რომელიც უკვე აქაც სუფევს ახლა ამ გადაცემაში. და რატომ არის ეს, ხო? იმიტომ რომ მამა თეიმურაზი იყო გამორჩეული პიროვნება. სამღვდელო მადლის გარდა მას რაც აი მოციქულებიდან მოდის, ხო, ქრისტესთან მოდის და ეს სამღვდელო მადლი რაც მასში იყო კურთხევის შემდეგ, ამის გარდა მას ჰქონდა პიროვნული მადლი. პიროვნული თვისებები, აი რაც ღვთის რჩეულ ადამიანებს აქვთ, ხო? და ეს ვლინდებოდა მისი ცხოვრების ყველა ეტაპზე. ეს იქნებოდა ბავშვობა, ერისკაცობა, სასულიერო პირობა თუ დღეს. აი როდესაც უკვე ზეცაში არის და ეს მე ამის ღვთის მადლით და მადლობა უფალს იმისთვის რომ მე მამა თეიმურაზი გავიცანი ერისკაცობაში, ძალიან პატარა იყო, ძალიან პატარა რა იქნებოდა 15 წლის ასე, მცხეთის ჯვრის მამათა მონასტერში მე ვასწავლედი იქ ბერებს გალობას და მამა თეიმურაზი იყო იქ მედავითნე. მედავითნეობდა ხოლმე და აი რომ გავიცანი ისეთი ნათელი პიროვნება აი არ ვიცი რაღაცნაირად საღვთო ბრწყინვალება ქონდა მაგ ადამიანს და უკვე აი პირველივე დღიდან გახდა ჩემი უახლოესი მეგობარი და ეს მხოლოდ მეგობარი არ იყო, ეს იყო არ ვიცი სული და გული ჩემთვის, იმიტომ რომ ყველა გასაჭირი, ყველა სიხარული მასთან მიმქონდა. აი იმ გაცნობის დღიდან ეს არის მისი ასე ვთქვათ თვისება ღვთისაგან, რომ აი პატარა ბავშვიც კი იყო ხვდები გიორგი, რომ ანუ გინდოდა რომ აი რაღაც პრობლემა რომ მქონდა რა მივიდიოდი თემოსთან ეგრევე. და ის აი ბოლომდე ღამეები გვითენებია ლაპარაკში და მინდა გითხრა რომ აი მაშინაც კი ნუგეშს ისეთ ნუგეშს მოგცემდა რომ აი შენ ცხოვრება ესლებოდა, ანუ ეს მისი ასე თქვათ ბუნებით მღვდელი იყო ეს ადამიანი და საღვთო ღირსება აი იმ პატარაობიდანვე ქონდა. ხვდები და აი ეს ვლინდებოდა შემდეგ უკვე აი სასულიერო პირობაში, როდესაც სასულიერო პირი გახდა მამა თეიმურაზი. ხო აი რომ მივიდიოდი ხოლმე ახსარებაზე ზოგჯერ რა იყო იცი ჩამეხუტებოდა და ლაშიკო მე ვიცი შენ რაც დააშავე და თვითონ მეუნებოდა. აი ხა ეს ხო არ არის ნორმალური, ხო? მაგრამ ჩემთვის უკვე ნორმალური გახდა, იმიტომ რომ მამა თეიმურაზ ქორიძესთან მიწევდა ახსარებების ჩაბარება და ეს უკვე ნორმალური იყო, რომ ისეთი რაღაც აი სასწაულებები რაღაცები იყო ნორმალური. უცებ მეტყოდა რომ აი ლაშიკო ეხლა ეხლა ესე გააკეთე, აი ეხლა ესე გააკეთე, ნახე ესე იქნება. და ზუსტად ეგრეა. თითქოს ეხლა ეგრეა. ანუ ბავშვობაშიც მასე იყო. მასთან მივიდიოდი მღვდლობაში და ეხლაც აი ჩემი გუნდის წევრები, მგალობლები ჩვენი სემინარიის
გამეთანხმებენ ერთად მივდივართ ხოლმე ღამე და იქ ძალიან ხშირად და ვუყვები და მაძლევს ძალიან დიდ ნუგეშს და აი მინდა გითხრა რომ აი გამორჩეული მისი გამორჩეულობა დღემდევლინებად ეხლა უფრო მეტი შემწი არის ჩვენი და მარტო ჩემი არა აი ჩვენს გარშემო ჩვენი მეგობრების ყველა მიდიან თავის გაჭირვებას უყვებიან და ის მამა თეიმურაზი ზეციდან გვაძლევს ნუგეშს და ისიც როგორ რეალურად და ძალიან ცხადად აი არ ვიცი მე ჩემთვის წმინდა მამა გაბრიელი იყო და არის და მარად იქნება აი ესე იგი რომ ნუგეშის მომცემი და რომ მამა გაბრიელთან რომ მივდივარ და ვეხუტები და ეს ბავშვობიდან აი წმინდანი არ იყო წმინდად არ იყო შერაცხილი როდესაც მე მის საფლავზე მივდიოდი ხოლმე და ბებია ჩემს მივყავდი ხალხშობლებთან ერთად მეგობრებთან და დღემდე მის სახლშიც მივდივარ ხოლმე და ძალიან დიდ ნუგეშს ვიღებ და აი მინდა ვთქვა რომ მამა თეიმურაზი ასე ვთქვათ მამა თეიმურაზიც იმ ტვირთს რასაც და ახლა მე მას პირადად რომ ვიცნობდი მამა თეიმურას ხო უკვე ჩემთვის უკვე სულ სხვა არის მამა თეიმურასთან იმის რომ იმან შემიძლია არაფერი აქვს ხო გავჩუნდე და უკვე ვიცი რომ ის იქიდან ყველაფერს აკეთებს ჩემთვის და შორის არ უთქვამთ ცოტას ეგრო მის საფლავზე და რაღაცა ძალიან ბევრი სასწაულები ხდება ხოლმე აი მე მაგალითად ვიცი რომ ერთი ადამიანი მივიდა ყავარჯნებით წმენით და იქიდან ყავარჯნების გარეშე წამოვიდა და მე ვიცი ერთი ადამიანი რომელსაც ძალიან დიდი პრობლემა ჰქონდა ჯანმრთელობის და მასთან მივიდა და შეწევნათ ხოვა მამა თეიმურას და ის დღეს განკურნებულია და სასწაულებრივად არის და ეს ანუ ესეთი რაღაც აი მინდა ვთქვა რომ აი მე გამოვლენა იყო ჩვენ ცხოვრებაში თუ შეიძლება აი უბრალოდ გაჩნდა ადამიანი და რაღაცა ძალიან დიდი აი რა მოვლენა იყო იცი ადამიანი რომელმაც მოგვცა მაგალითი სიყვარული ადამიანობის მაგალითი მოგვცა ჯერ ადამიანით იბადები ხო ადამიანობის მაგალითი მოგვცა ერთგულების მეგობრობის სასულიერო პირობის მაგალითი და დღეს მაგალითს იძლევა ზეციდან ანუ მე ვიცი ადამიანების სასულიერო პირები ვიცი ძალიან ბევრი ღვთისმადლით მიწევს ხო მათთან ურთიერთობა რომლებიც არ იცნობდნენ მაგრამ მათი უახლოესი მეგობარია აი მე აი აღფრთოვანებული და ასე ვთქვათ გაკვირვებული ვარ ყოველ დღე ასე ვთქვათ რამდენი ადამიანი მეუბნება რომ აი მამა თეიმურას ეს ვთხოვე და არ ვისნობდი და დამეხმარა და ისა და მე არ მიგვირს სიმართლე გითხრათ იმიტომ რომ ჩემთვის ყველაზე დიდი შემწე იყო და ეხლა ზესაშია და იქიდან უფრო გვეხმარება ხო თან სხვადასხვა აი როგორც თანამედროვე ჯერ იმდენი რაღაცა მოასწრო რომ ლაშა დამეთანხმები რომ ჩვენ ალბათ ერთი სამი ცხოვრება რო ვიცხოვროთ აი 300-400 წელი მაგდენი ვერ მოასწროთ ამ ცირე ასაკში და თითქოს ყოველს აი წარმოგიდგენთ ხა ეგრე როგორ უნდა შეუყვარდე დიც და პატარას რამდენი წელი გინდა რომ აი იცხოვრო და ამან როგორ ცირე ასაკში მოახერხა და თან რა მოახერხა იცით რომ ყველაზე მთავარი აი რაც აი წმინდანის თვისება არის ეს აი დიდი წმინდანების თვისება არის როცა ადამიანი არ არის და ვერ აღიქვავ რომ ის არ არის აი თითქოს ქონია ეგ შემთხვევა მე არასდროს მომკლებია კი ფიზიკურად შეიძლება უფრო ახლოს ეხა ჩემთან არის ბოდიში გაგაცნო ჩემთან ეხლა უფრო ახლოს არის სულიერად იმიტომ ანუ მე ვიცი რომ იქ აი მინდა ვთქვა ჩვენი ბოლო შეხვედრა რამ სანამ გარდაიცვლებოდა სანამ ზესაში წავიდა და რამდენიმე ხნით ადრე შევხვდი და ჩემი მეგობარი იყო ჩემთან ერთად მანქანაში ვიჯექით სხვადასხვა ლევან კბილაშვილის გალობელი ლევან კბილაშვილი რომელიც დიდი ტრაგედია ჩემთვისაც და მთელი ერისთვის ხო ასეთი ახალგაზრდა ადამიანი რომელიც ჩვენთან გალობდა და ზესაში წავიდა უნიჭიერესი ადამიანი და მანაც მეგობრობის და ერთგულების მაგალითი მომცა მე და მადლობა მინდა მითხრა ვისულს მისი პანაშვიდიდან მოვდიოდით ზაზა ჭინჭარაული ჩვენი მე და ლევანის საერთო მეგობარი იყო მისი მანქანით და გზაში აი არ ვიცი ხელი მომკიდა ის უკანიჭდა მე წინ ვიჯექი იმიტომ რომ უნდა რომ სწორად ვზარიყო და ხელი მომკიდა ლაშიკო მითხრა შენ ხარო შენ სიტყვას იტყვიო გალობაშიო მე ამის ღრმად უწამსო და იცოდეო რომ ძალიან მიყვარხარო და ყოველთვის სადაც არ უნდა ვიყო კარგად დაიმახსოვრე ორჯერ გამიმეორა სადაც არ უნდა ვიყო მე ყოველთვის შენთან ვიქნებიო და ეს იყო ჩვენი ბოლო თითქოს დამემშვიდობა და ეს მარადიული გვერდში დგომა აღმითქვა
და დღემდე გრძნობ ამას გეუნებით, აი სასწაული არის, როდესაც მივდივარ, აი როგორი დაგრუზულიც არ უნდა ვიყო და რაღაცნაირად დატვირთული ჩემი პრობლემებით, ხო? მივდივარ მამა თეიმურაზის საფლავთან, შეიძლება ზოგჯერ თქმის საშუალებაც არ მაქვს, ისეთ ცუდად ვარ ზოგჯერ, აი ლაპარაკის და ფიქრის უნდა უბრალოდ ვზივარ და მოდიხარ იქიდან უკვე გალაგებული ვივსები და მოდივარ თითქოს გულში მიხუტებს. ეს რა არის? აი მე საერთოდ არ შეიძლება რომ ადამიანს გადაჭარბებით აქო, იმიტომ რომ ეს არ არის კარგი, ჩვენ კარგად ანუ როც, მაგრამ მამა თეიმურას გადაჭარბებით, მე სრული გულწრფელობით ვამბობ, რომ მამა თეიმურას ქორიძე არის მისი უწმიესობის და უნეტარესობის, ჩვენი უწმიესი პატრიარქის ილია მეორეს მამამთავრობის ქვეშ გამოზრდილი კიდევ ერთი თანამედროვე წმინდა მამა. ეს არის ჩემი პირადი აზრი და მე ღრმად მწამს, რომ ეს მარტო ჩემი პირადი აზრი არ არის და მე მას ვხედავ და ეს საქვეყნო აღიარებას აუცილებლად მოიპოვებს და რა ვიცი, აი სხვადასხვა მოიპოვა კიდევაც, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ქვეყნებიდან მისი და აი სხვადასხვა ეს ბოლო გადაცემა თითქოს მართლა გამოსამშვიდობებელი იყო. თან შეუძლოთ იყო ხოლმე ძალიან და მე მივაკითხე წარმოიგელაშე და წამოვიყვანე, რომ ფიზიკურად რაღაცნაირად ისე მოხდა, რომ არასდროს არ მქონია ეგ შემთხვევა, რომ მე გამევლოს ვინმესთვის და წამომეყვანა, ხო? აი ესე მოხდა რაღაცნაირად, რომ ინება მან და სხვადასხვა ძალიან უყვარდი. ძალიან ბევრჯერ გვისაუბრია შენზე და ძალიან უყვარდი და ყოველთვის ამბობდა ხოლმე რომ როდესაც შენთან მოდიოდ ერთადაც ყოფილვართ ჩვენ და როდესაც ბევრჯერ და როდესაც მოდიოდა ხოლმე აქ შენთან სული ზახდა რომ აი გული მაქვსო სიხარულიც და ვიციო რომ იქ არის გულწრფელობაო და აი ეს გულწრფელობა ხო მამაოსის გულწრფელობა ყველაფერი სხვადასხვა ბევრი რამ გულწრფელობა ანუ ძალიან უყვარდი და იმიტომაც დაუშვა ალბათ ღმერთმა რომ ყველაზე მაგარი კადრები შენ გადაცემაში არის მის აი მართლა რო ვფიქრობ ხოლმე რისთვის გავჩდი რაღაც აი რომ ნახულობ მაგადაცემას ვფიქრობ რომ აი ამისთვის ღირდა გაჩნდა აი უნიკალური ადამიანი იყო რა მინდა ეს კიდე გითხრა აი მამაოს ღვთის მადლით აი გამოუჩნდა გვერდში მდგომი მისი მეუღლის რუსუდანის სახე იმიტომ რომ მე ვუყურებდი მე როდესაც სანამ დაქორწინებოდნენ მანამდე მერეს და ანუ ამათზე ლამაზი სანახავი არაფერი არ იყო როდესაც მამამ ტარება არ იცოდა და რუსკას დაყავდა ხოლმე მანქანით და ბავშვებს უკან მოისვენ და აი ეს ულამაზესი ოჯახი და რა მახსენდებოდა იცი მახსენდებოდა სარა და აბრაამი ხო ბიბლიიდან რომ ესე იგი აბრაამი რო იყო და ღმერთი გამოეცხადებოდა წავედით თავისოს ეთყო და მივდივართ, სად მივდივართ, არ იციან ღმერთმა უთხრა. ის მიყვებოდა. ანუ რამხელა რწმენა ქონდა მასას, ყველგან გვერდში ედგა. აი და იგივე იყო არსობრივად მამა თეიმურაზის და რუსუდანის, რუსკას ურთიერთობა და ეს მარადიულია, ხა ეს ასე თქვათ, ისე ვიტყვით ცოტა ვაშკაცი ადამიანია, რუსკა და მედგრად დგას და ის აგრძელებს იმ გზას, რაც მამა თეიმურაზის მეუღლემ უნდა გააგრძელოს და მე მინდა რომ აი როგორც მამაოს მეგობარმა რუსუდანს უთხრა ძალიან დიდი მადლობა და ეხა ჩვენ რო ყვებით ჩვენ მოგვაკლდა როგორ და ეხა რუსუდანის რამხელა ტკივილი არის როგორი აი ყოველი ღამე ალბათ რომ მის ხმას რო ისმენდა და ის აღარ არის და სხვადასხვა ის მამაო რა მითხრა იცი მე მივდიოდიო ამ ქვეყნიდან აი ბოლო ზუსტად აი აქ მეყვებოდა მივდიოდიო და რუსკას ხმა ჩამესმაო და შემეცოდაო და თანო აი ამანო გამომაფხიზლა და უკან მომაბრუნო აი გეფიცებთ ყველაფერს მის სულს აი ეგრე მითხრა აი რომ რუსკას დამსახურება იყო რომ ის ამ ქვეყნად მობრუნდა მაშინ როცა ის ძალიან დიდი და წარმოიდგინე შენ ღმერთმა დაუშვა მოგვიბრუნა უკვე იმიტომ რომ მთელი საქართველო ლოცულობდა მისი უწმინდესობიდან დაწყებული ყველა მეუფეები მიდიოდნენ რომ გამოჯამრთელებულიყო და ღმერთს რო წაიყვანა მაშინ ალბათ მეთქი წმენა გაგვიქრებოდა რომ მთელი საქართველოს ლოცულობს და ხო და თორე შენ რომ მაშინ აწაპირებდა წაყოლას მაგრამ დაგვიბრუნა ისევ ჩვენი წმენისთვის და რო დაგვიბრუნა სხვანა აი მამაო ხო ვამბობ ბავშვობიდან გამორჩეული იყო. ეხლა იყო მწვერვალზე იყო, აი ამ სახთო სიკეთეების მწვერვალზე იყო და ანათებდა. ბოლო აი მისი სული ანათებდა და რა ვიცი, ყველაფერი ღვთის ნებით არის და წავიდა იმ ქვეყნად. მაგრამ ჩვენი ყველაზე დიდი შემწია ღმერთს არაფერი არ ეშლება, ხო, ესე იყო საჭირო რომ ამ დროს წაეყვანა და 30 წლის ასაკში ჩვენ ქართველებს ყავს ახალგაზრდა სასულიერო პირი, რომელსაც ასე თქვათ მთელი ერი სემს პატივს, თელერს უყვარს, ეს რამხელა მიღწევა. და მე ვინც განაწყენებულია მას. აი ხო შეიძლება ვიღაცა იყოს რა იმე ჩემთან ესე ბავშვობაშიც კი მაგარ რაღაცას გეტყვი. როდესაც მე აი ვიყავი ხოლმე ვიღაცაზე გაბრაზებული, რომელსაც პიონებაზე და მივიდოდი და მამაო მეთქი ეს აი ესეთი ადამიანი რაღაც არ ვიტყოდი ხოლმე კარგს და რა გააკეთა და ლაშიკო ესე მეტყოდა ხო. მოდი ჩემთან.
ნახე რა ოქრო კაცია ეგა მეტყოდა ისე დამანახებდა იმ ადამიანს შემწყებოდა რომ იმ ადამიანზე ცუდი როგორ თქვი მე არ არსებობს ვიღაცაზე ცუდი ეთქვა ყველაფერს უყურებდა სიკეთის თვალით აი დღემდე არ მახსოვს ვერ გავიხსენებ ერთ შემთხვევას რომ ვიღაცაზე ეთქვას რაღაცა ცუდი არ მახსოვს ის კი არა აი რატო დაემართა ხო ეს იმიტომ რომ თავგანწირული იყო მე მახსოვს ერთხელ წვიმდა და საგარეჯოში ვიყავით და ვიღაცისთვის მრევლისთვის შეპირებული ყოფილა რომ უნდა ვენახი ეკურთხებინა და წამოვიდა მე წვიმა და ემზადებ ეხლა წასული მეთქი თან სიცხე ქონდა და მამაო მეთქი სად უნდა წახვიდე ეხლა წვიმს და ალბათ არც არაო შეიძლება თუ მოვიდაო უნდა გავყვეო იმიტომ რომ მე ვერ გაიგებსო ისო აი კახელიაო და შეიძლება დაბრკოლდესო და უნდა გავყვეო ის მოვიდა ორი იმით საწვიმარი პლაშით ერთი თავისი და ერთი მამაოს წავიდა გაყო ის როგორ თავს მოწვიმაში კოკის პირველად წვიმდა და ვენახი აკურთხეს და მოვიდა გალუმპული და მაგრამ ბედნიერი იმიტომ რომ მან აი თავი გაც ეგეც თავგანწიროა ეხა ხო ესეთ რაღაცას რომ გამოავლენს ადამიანი და რა ვიცი სიყვარულის ადამიანი იყო და რა არის ისეთ აი ესეთი პიროვნება გვყავს ხო ქართველებს და რაც დრო გადის უფრო მეტად გამოვლინდება და უფრო მეტად ფასდება და ყველა იცნობს ამ ადამიანს და ყველასთვის ხდება უცნობებისთვის ხდება ნაცნობი კი არა უახლოვესი მეგობარი და ახლობელი ხო და შემწე და აი ესეთი ადამიანი ნამდვილად ჩვენ აი მის ოჯახს მეზობლებს მეგობრებს და აუცილებლად რა თქმა უნდა მე სხვააც თქმა მინდა ეხლა აი მამა თეიმურაზის მეგობრებს ოჯახს მეზობლებს და მის აურაცხენ მრევლს გვაქვს სურვილი რომ მის ასე ვთქვათ ჩიხს სადაც ცხოვრობდა დაერქვას მამა თეიმურაზის სახელი ხო და ეხლა პირველად მომობ ამას და ჩვენ გვინდა რომ მივმართოთ ჩვენს ხელისუფლებას ვისაც ეს ხელეწიფება და მე ღრმად მწამს რომ ბევრ სიკეთებს აკეთებენ და მას ღვთისმიერი ხელისუფლება გვყავს ხო დღეს და მე ღრმად მწამს რომ მათ ასე ვთქვათ კეთილ საქმეებს ესეც შეემატება და ამით შევლენ ისტორიაში და მამა თეიმურაზი ლოცავს იქიდან და აი და თქვენ ბრძანეთ რომ დედაზე თქვით და მე მინდა თქვა ესეთი რამ რომ მამა თეიმურაზი ძალიან ბედნიერი იყო რომ ყავდა დედა ქალბატონი მზია რომელიც აი უძვირფასესი ადამიანი არის და სიყვარულს ასე ვთქვათ აფრქვევს და მას ასევე დედობილიც ყავდა მისი სიდედრის ფოფოდიას სახით და ეს ასე ვთქვათ მამა გიორგი ხო მაგრამ ორი დედა ყავდა მამაოს და ასე ვთქვათ მინდა რომ მათაც მადლობა უთხრა ქალბატონ მზიას იმისთვის რომ ასეთი შვილი გაგვიზარდა და გვაჩუქა და ასევე ფოფოდიას მინდა უთხრა მადლიერება რომ დედობრივ მზრუნველობას უწევდა მას სიცოცხლეში და მე ვარ ამისი ასე ვთქვათ დიდი მადლობა მამო ძალიან დიდი მადლობა ჩვენ ყავს მამა თეიმურაზე არ დავიღლები საუბრით ყოველ თვეში ერთხელ აუცილებლად ყოველთვის გავუკეთებ ხოლმე გადაცემებს მამაოს და ჩვენ ყავს კიდე ორი სტუმარი სამწუხაროდ ჩემ და ყველა მინდა მოვიყვანო ათასობით ადამიანს უყვარდა მაგრამ ორი კიდე განსაკუთრებული ანგელოზივით გოგოები რომლებიც მამაოს გაზრდილები არიან სულიერად რასაც ქვია და აუცილებლად ჩამოვიყვანა ძალიან ბევრი კარგი ისტორიას მოყვებიან რომლებიც ძალიან იცით ვინ მიყვარს ის ადამიანები მიყვარხართ ვინც მის ოჯახს მისი გარდაცვალების შემდგომ უდგახართ გვერდით და მე რო ოჯახს ვეკითხები ხოლმე რომ აი ვინ შეიძლება მოვიყვანო ხო ადამიანებს რომ მირჩევენ ესე იგი ეს ადამიანები დღესაც არ ტოვებენ მამა თეიმურას და იმ ოჯახს ხოლმე და აი ესეთ ადამიანებს აგზავნის ხოლმე რუსკა ყოველთვის როცა ვთხოვ ხოლმე რომ რაღაცნაირად ფოფოდია მამაოს მეუღლე და ამ ორ ადამიანს კიდე ბევრი აქვს მოსაგონარი აუცილებლად ვიტყვი და სამწუხაროდ ჩვენ და 1 საათი გვაქვს ხოლმე და ისტორია ლაშა შენთან აი 2 და 3 საათი არ მომწყინებთან მამა თეიმურაზე საუბარი მით უმეტეს და დიდი მადლობა მინდა კიდევ ერთხელ მოგახსენე რომ მამა თეიმურაზე ჯერ კიდევ ბავშვი იყო 16 წლის იყო როცა აქ მოიყვანეს სტუდიაში და ისე მიხარი აი ბედნიერი ვარ რომ ეს ადამიანი აი ამ წლებიდან აი ამაყი ვარ ხოლმე რომ თქვენ იცით მამა თეიმურაზე აი მაშინ ჩემთან კიდე მოდიოდა როცა დამწყები იყო და მღვდელიც არ იყო თქო და მიხარია და დიდი მადლობა ამისაც ლაშა შენ და იმა ყველა ადამიანს ვინც მამაოს თითოეულ დღეში იღებდა მონაწილეობას გიორგი კიდევ ერთხელ მადლობას და რა ვიცი ღმერთმა გაგაძლიერო ძალიან მაგარი გადაცემები გაქვს და მე ვიტყოდი რომ აი ასე ვთქვათ
ერთადერთი არა, მაგრამ აი ერთადერთებს შორის ერთ-ერთი, ასე თქვა, ძალიან ძვირფასი გადაცემა გვაქვს და დიდი მადლობა ამ გულწრფელობისთვის, მეგობრობისთვის და ღმერთმა ხელი მოგიმართოს და მამა თეიმურაზი გეწეოდეს მარადმე. მამა თეიმურაზის მაქვს სადღაც 50 საათამდე ჩაწერილი ინტერვიუები, რა მთლიანად, რაც ჩემთან არის ნამყოფი გადაცემებში და ისე მიხარია, სულ რაღაცა თითქოს ვასწრებდი ყველაფერს, სულ ყოველკვირა ურეკავდი, აბა იქნებ ეხა მოხდე და იცი რა არის, აი ჩემ მამა თეიმურ სასულიერო უამრავი სასულიერო პირი მოდის და იქიდან ძალიან ბევრი რჩეული ადამიანია და შენი გადაცემები მომავალში გახდება რაღაცა მე მატიანეც ვაგროვებთ ნახოთ აბა რა იქნება რა მე არ მინდა თავი შევიკო და დიდი მადლობა იმიტომ რომ შენ ძალიან დიდი წვლილი მიგიწვის მე მახსოვს ესე რომ დავიწყე 2008 წელი იყო 16 წელი გავიდა 17 წელი მაშინ აი ისე იყო ხალხი და როგორ მეხმარებოდი შენ მე არ დამოვიწყდე ამ კარგი ხალხის მოძებნაში თუნდაც ის რა დღის რო ის მამა თეიმურაზი დღეს აქ ყავს იმიტომ რომ შენ დამეხმარე ამაში დიდი მადლობა შენ მადლობა ღმერთს და მადლობა მამა თეიმურას რა თქმა უნდა და მადლობა ლაშა იმისაც რომ ესე გვერდ შეედექი იმიტომ რომ სხვადასხვის ერთ სიტყვი და მე ის არეკლამო ჭრის დროს აუცილებლად სხვა მეგობრებს შემოვიყვან ლაშა უსასყიდლოდ აქედან იქ დადიოდა რეგიონში როგორც მამაო ისე და ეხმარებოდა იქაურ ბავშვებს გალობის სწავლაში და 1000 რაღაცა ისეთ საგნებს ასწავლიდა რომელშიც ვიღაცა ადამიანები მატერიალურადაც კი ზარმაცობდნენ ხოლმე და წარმოიდგინეთ დაჩადიოდა და იქ გალობის კურსებს და იმას უტარებდა დიახ ბოდიში აი ეს იყო მამა თეიმურაზის დამსახურება იმიტომ რომ მაგალითს მე მამა თეიმურაზის მაძლევდა დღემდე და არა მარტო მაგალითს მე შემართებას მაძლევდა და მე რომ დღეს აქ ვზივარ და ასე ვთქვათ ჩემს საქმეს ვაკეთებ გულმოდგინედ და ენერგიულად ეს არის მისი ძალიან დიდი შემწეობის და გვერდში დგომის შედეგი და მე მინდა რომ მის უკვდავ სულს ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა და ჩვენ ერთად ვართ ეხლას და მე ღრმად მწამს რომ მას პირადადაც შევხვდები და მასთან ერთად ვიქნები. ვინებოს უფალმა რომ ჩვენ ყველა როგორც მისი უწმინდესობა იყო და ჩვენი უწმინდესი პატრიარქი ზეციურ ქართულ ეზოში შეგვყაროს უფალმა, როდესაც მოვა ამის დრო. დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა და აუცილებლად დაგიბრუნდებით. აი ხა პატარა სარეკლამო კი არა, პატარა რგოლი გავა უпростоრად მამაოს შესახებ ბავშვებმა დაამზადეს და მოდი ვნახოთ ეს რგოლი და იქამდე შემდგომ სტუმრებთან ერთად დაგიმდეთ. მადლობა. ძალიან მარტივად თქვა რომ ყველაფერი გახდა ამაოს სიყვარულის გარდა. როცა ადამიანი სიკვდილის სარეცელზე ხარ, მაშინ ხვდები რომ ერთადერთი რაც კი დაგრჩენია და რაც კი მიგაქვს არის სიყვარული. დანარჩენი ყველაფერი ამაოა. გახსენდება ყველა წყენა, როგორც პირადი, ასევე ის წყენა, რომელიც სხვას შეიძლება მიაყენე. ის რაღაცნაირი განსაცდელი, რომელიც შეიძლება შენი ქმედებით სხვას მიანიჭე. ან ის განსაცდელი, რომელიც შენ შეგხვდა, ეს ყველაფერი თავს იყრის შენში. სადღაც ნანობ, სადღაც ელოდები ღმერთთან შეხვედრას. სადღაც იმედი გაქვს იმის, რომ მას აუცილებლად იხილავ, იმიტომ რომ ამ იმედით ცხოვრობს ადამიანი, მაგრამ ერთადერთ დანამდვილებით ხვდები, რომ არაფერი არ არის ადამიანის ცხოვრება სიყვარულის გარეშე და აი აბსოლუტურად ყველა წამი ამაოა სიყვარულის გარეშე. ჩვენ ვცდილობთ რომ დავიმკვიდროთ ჩვენი თავი აი ამ სამყაროში, ვცდილობთ რომ ვიყოთ კეთილსინდისიერი, კარგი მოქალაქეები ამ ქვეყნის, მაგრამ გვავიწყდება ის რომ ამ სოფლიურ ცხოვრებას აქვს დასასრული. დასასრული შეიძლება დადგეს ზუსტად ერთ წამში. ისე რომ ადამიანმა ვერც გაიგოს ეს, ვერც შეიგრძნოს, ვერც მიხვდეს ისე დადგეს მის ცხოვრებაში აღსასრული და სანამ ხარ, სანამ ცოცხლობ, სანამ ჯერ კიდევ სუნთქავ ადამიანი, იქამდე ყველა სუნთქვა სიყვარულით უნდა გაჟღინთო და ყველას უნდა მიანიჭო ეს სიყვარული. არაფერი არ ღირს ადამიანის ფასად. არაფერი ამ სამყაროში. ეს შემიძლია დანამდვილებით გითხრათ. იმიტომ რომ ნახე სიკვდილიც და ნახე სიცოცხლეც. და შემიძლია ვთქვა რომ სიყვარულის ფასად და ადამიანის ფასად არაფერი არ ღირს სამყაროში. საერთოდ დღეს ძალიან დიდ და შინაარსობრივ ქადაგებას ვფიქრობ. და ეს დიდი და შინაარსობრივი ქადაგება მხოლოდ ორი სიტყვისგან შედგება. ძალიან მიყვარს. სულიწმინდა მოვიდეს თქვენზე და ძალითა მაღლისათა გფარვიდეს
თქვენ მიყვარხართ მიზეზი ის ხალხა იყოს თქვენთან უსწორმოდ მიყვარხართ ყოველთვის როდესაც ადამიანი თავს დაიმგაბებს იგი ამაღლდება ალბათ ყველაზე დიდი სიყვარული რაც ადამიანს შეუძლია რომ თავის თავში გამოიმუშაოს და ესე ვთქვათ მოიმუშაკოს ეს არის მტრის სიყვარული არასდროს არავის არ უთქვამს ქრისტიანობამდე გიყვარდეს მტერი შენი მტრის სიყვარული ეს არის ყველაზე ძვირფასი რამ რაც შეიძლება შეიძინო ადამიანმა სულიერად ცხოვრე რათა გიყვარდეს და გიყვარდეს რათა იცოცხლო აი ეგეთი მიყვარხარ როგორიც ხარ მიყვარხარ ისეთი მიყვარხარ როგორიც ხარ აი დაგიბრუნდით და აუცილებლად აი ხადეთ მინდა რომ შენთან გადმოვიდე რა ეგრე რაღაცნაირად ამორჩეული გაქვს რაღაცნაირად კადრები ისეთი რომ თუ შეიძლება ხათი რო გითხრა რა საღამომშვიდობის მოგესალმებით ხო კადრები არის სხვა მასალა არის უსასრულო და უკვე ფასდაუდებელი საგანძური ეს არის ძალიან მცირე ნაწილი თქვენი დამსახურებით უფრო მეტი ძალიან ღირებული გადაცემა დაგვრჩა და ძალიან დიდი არქივი მის მრევლს და სრულიად საქართველოს ეს არის აი ეს ბოლოდროინდელი პატარ-პატარა ქადაგებებიდან ამონარიდები რაც როგორიც იყო მამაო ის ქადაგებდა ამბიონიდან თუ გესაუბრებოდა პირადად იყო ასეთ ძალიან მოსიყვარულე გასცემდა ბოლომდე ამ სიყვარულს და არაფერს არ ელოდა უკან ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენ ეს ვიცით თეორიულად მაგრამ აი ესეთი უპირობო სიყვარული დავაღიაროთ რომ არ შეგვიძლია მაინც ვუდებთ ერთმანეთს პირობებს და მე ვთვლი რომ ეს ერთადერთი ადამიანი აი ამ უახლოეს ისტორიაში შეგვიძლია ვთქვათ რომ არის ცოცხალი მაგალითი იმის როგორი უნდა იყოს სასულიერო პირი და როგორი უნდა იყოს ადამიანისთვის მოძღვარი არა თეორიულად არამედ მის ცხოვრებაში რა უნდა აკეთოს პირველ რიგში მისცეს ის უპირობო სიყვარული მოთხოვნების დოგმების აკრძალვების გარეშე და ამითი მოიზიდოს მრევლი. ეს იყო მისი ალბათ ბევრი რაღაც ქონდა რაც არ აქვს სხვებს, მაგრამ მე ვთვლი რომ ეს იყო მისი ერთ-ერთი თავარი აი ეს გულწრფელი. სხვებს აქვთ, მაგრამ უბრალოდ ამაში ეს ასწრებდა თითქოს ყველაფერს. მითი ყველაფერს გამოვლენას აქვს თავის ასაკი. აქვს, ბევრს აქვს ძალიან ეხა მე მაგაში აი მართლა გარკვეული ვარ მაგიტომ ხო? აი ძალიან ბევრს უბრალოდ რა აქვს იცი რომ ასწრებდა თითქოს. იმდენად ცოტა ხანს იყო რომ აი მე ვფიქრობ რომ აი 300 წელი რომ იცხოვროს ადამიანმა, ხო? უნდა ხო ხდებით ან არის ხოლმე ეს მომენტი და მაგიტომ იმიტომ თვითონ აი არასოდეს არ შეედრებოდა სხვას. აი მაგიტომ და ამ გადაცემაში არ შევადრი. აი ხო ხდებით ისეთი იყო რომ არც იმას იზამდა განიკი. არასდროს აი ეგ ქონდა მაგიტომ იყო ანგელოზი და მაგიტომ იყო წმინდა და თუ შეიძლება კიდე რა შეიძლება გაიხსენოს გავს იმიტომ რომ შენ ხელში გიჭირავს ულამაზესი წიგნი. მოძღვრის დღიური გამოვიდა, ეს არის წიგნი, რომლის გამოცემაც თავად მამა თეიმურას სურდა მისი ცოცხლეში, მუშაობდა ამ წიგნზე, არ დასალდა. შემდეგ გააგრძელა მუშაობა მეუღლემ რუსუდანმა. ეს არის მისი ჩანაწერები, შემთხვევით არ ქვია მოძღვრის დღიური, ნამდვილად ეს არის დღიური, მისი ნაფიქრი, მისი ჩანაწერი, მისი ასე ვთქვათ ვირტუალური საუბარი შვილთან, ღმერთთან, მეგობართან, დედასთან და ასე შემდეგ. ხვალ იქნება წიგნის პრეზენტაცია. მე ვთვლი რომ ეს წიგნი ისევე როგორც მისი ლექსები, მაგრამ ეს განსაკუთრებით იტყვის თავის სიტყვას. წინათ ძალიან მაგარია. ეს თუ უკეთესი არის მithumetes სასწავლო. იცით როგორ არის პოეზია, ყველას არ შეუძლია რომ აი ჩაწვდეს პოეზიას ისე როგორც ამას პოეტი თვითონ ფიქრობს და გადმოსცემს და აღიქვავს. ეს უკვე არის პირდაპირ ნათქვამი ის დანაბარები როგორ უნდა იცხოვროს, რისთვის უნდა იცხოვროს ადამიანმა და რაც მთავარია ემოციები ადამიანმა უნდა გამოხატოს. ადამიანი იბადება ბედნიერებისთვის, სულ ამას ამბობდა და ქრისტიანობა ეს არის ბედნიერების რელიგია
და მას ძალიან უყვარდა ემოციების გამოხატვა და ამ წიგში არის მისი ბევრი ემოცია და მე გაცნობთ პირობას რომ ემოციის გარეშე ვერც ერთი უემოციო ადამიანი ვერ წაიკითხავს, მათ შორის ეს ადამიანი, ვინც არის არაეკლესიური, საერთოდ არ აინტერესებს რელიგია, ეს არაფერს არ არის. ხოდაშორის ეგეთ ხალხსაც უყვარს მამა. ასეთ ხალხს უყვარს, აი ამისი აღნი კარგია რომ აქეთკენ წავედით. ბევრი ადამიანი მოდის საფლავზე, ვინც საერთოდ არ ყოფილა ეკლესიური, არ ქონია შეხება ეკლესიასთან, რაღაცა ყოფით საყოფა ცხოვრებო სიტუაციებში აღმოჩნდა მამაოსთან ერთად და ქონდათ ეუფლებოდათ ესეთი განცდა, რომ მამაო მათ მთელი ცხოვრება იცნობდათ. და ანუგეშებდათ ზუსტად იქ უთანაგრძნობდათ, ზუსტად იქ ეხებოდა ზუსტად იმ რაღაცა შინაგან ტკივილებს, რაც მხოლოდ მათ იცოდნენ და არ ქონდათ გამოთქმული არავისთან, მით უმეტეს რომ ეს ხალხი შეიძლება საერთოდ არ იყო ეკლესიური, არ ქონიათ არასდროს საუბარი სასულიერო პირთან, საერთოდ არც იცოდნენ როგორ უნდა მოქცეულიყო სასულიერო პირთან, მაგრამ აი ეს ქონდათ ეს შეგრძნება რომ მამაო მათ იცნობდა, სულ იცნობდა, მათი პრობლემები იცოდა და ზუსტად იქ ეხებოდათ და დღეს ასეთი ძალიან ბევრი ადამიანი მოდის მის განსასვენებელთან. თუ გაესაუბრები, ხო, ყველაფერი ნათელია, მაგრამ თუ არ გაესაუბრები და შორიდან უცქერ მიხვდები, იგრძნობ, რომ აი იქ რაც აწერია მამაოს ჯვართან, განსასვენებელთან გიყვარდე თუ მიზეზოთ, მთელი სულით გულით შეგრძნებით ეთანხმებიან და უდებენ პირობას, რომ კი ეყარებათ ერთმანეთი უმიზეზოდ და უპირებოდ, რაც შევთანხმდოთ ყველა, რომ არ არის ადვილი, მაგრამ ნახეთ, რომ შესაძლებელია და შევიგრძენით ეს მისგან, რას ნიშნავს უპირობო სიყვარული. ძალიან დიდი მადლობა და აი არ ვიცი რა, თითქოს გძნობ იმას, რომ მისი სული აუცილებლად გვეწევა, თან დღეს რაღაცნაირად ისეთი დღე არის, რომ თან წუხარები, თან ტკივილი და თან არ უყვარდა რომ ის გამოწოხდი, ხო? თითქოს და თუ შეიძლება შენთან გადმოვალ რა. მოგესალმებით და ძალიან დიდი მადლობა ამ შესაძლებლობისთვის, რომ ამდენი ადამიანის წინაშე მამაოზე ვისაუბროთ. ეს დღეები ვფიქრობ და ძალიან ბევრი რაღაც ჩამოვწერე, ვიფიქრე საკუთარ თავში, რაზე მინდა საუბარი და არ მინდა გამომრჩეს. უპირველეს ყოვლისა წეგანაც ვამბობდით, რომ გავაკიდე წლები და მივხვდებით, რამხელა საჩუქარია მამაო ჩვენთვის და არ ვიცი, აი მართლა რაღაც ფიზიკურ ტკივილთან ერთად ეს რომ განშორება გვაქვს, ტკივილი გვაქვს, მონატრება გვაქვს, ძალიან დიდი ჯილდო და ბედნიერებაა, რომ მამაოს თვალსაჩინში მოხვდი, მის გულში შენი ადგილიც არის და სულ იმას ვუჩურჩულებ ხოლმე, რომ იმხელა გული გაქვს, დარწმუნებული ვარ, ჩემი ადგილიც მოიპოვება იქ მეთქი. მე და მამაო 3 წლის განმავლობაში ესე სულიერი მოძღვარი იყო ჩემი 20-21-ში გავიცანი და სულ მაქვს ხოლმე იმის დანაკლისი საგარეჯოდან ვარ და რანაირად არ ვიცოდი რომ მამაო, აი ასეთი საჩუქარი ყავდა მეთქი, აი რამდენ რამეს გავაკეთებდით ერთად, რამდენ რამეს ვისწავლით და ჩემთვის მამაო არ იყო. მამაო იყო, არის და იქნება სულ და ჩემი ცხოვრების ესეთი გზამკვლევი, აი წიგნიც, ნებისმიერი სწავლება და ერთი რამ მინდოდა მე თქვა, აი დღემდე ხო ძალიან ხშირად ვუსმენ მის ქადაგებებს და ბევრჯერ მქონია ამ 1 წლის განმავლობაში ის მომენტი, რომ აი რაღაცა ვერ გადამიწყვეტავს, აი მაგალითად ზიარებაზე ვაპირებდი წასვლას და წირვაზე ვაპირებდი წასვლას და ვეზიარო თუ არა მეთქი ვფიქრობ და ესე ჩავრთე შაბათი შუადღეა ერთ-ერთი გადაცემა და იქ საუბრობს რომ აი არ მესმისო აი ამ ლიტონ სიტყვებს უსმენდე და არ ეზიარებოდი და მონაწილე არ ხდებოდა რამდენიმეჯერ გაიმეორა და ბოლოს მეთქი მამაო კარგი წავალ კიდანს დაგელაპარაკე მამაო შეხვედრიდან შეხვედრამდე ცხოვრობდით ესე წეგანად საუბრობდით იმდენჯერ მივსულ ვარ ესე დამძიმებული ლაშამაც თქვა და ფრთაშესხმული წამოსულ ვარ ერთს გავიხსენებ ერთხელ მივედი ძალიან დამძიმებული აი ვერ ვლოცულობდი გული მქონდა გაქვავებული და აი სიტყვა არ მომდის მეთქი და ესე ცხოვრების ეს დამიტოვა სწავლება რომ როცა ასე ხარ უბრალოდ თქვი მადლობ და მიყვარხარ აი ღმერთს მეტი შენგან არაფერი არ ჭირდება გულწრფელი იყავიო და მეორე დღეს ვნახე, კარგად მახსოვს, იმ საღამოს შეოწელი ლოცვა. და უთხარი, რომ ისეთი ბედნიერი ვარ. მეთქი და ისე ჩამეხუტაში, რომ ბედნიერი ხარ, მეც ბედნიერი ვარო. და სულ ასე, აი ასე. შეიძლება გესიზმრება ხოლმე, ვიცი. ხო, წეგან გიყვებოდით. ისიც გითხარით, რომ აი უფრო ესა არ ვაქცევ ხოლმე ყურადღებას, იმიტომ რომ თვითონ მამაო მითხრა, რომ სიზმრებს არ მიაქცევ ყურადღებაო, მაგრამ ერთი მინდა მოუყვე.
აი რამდენად ჩვენი იმედი და საყრდენი არის 20 იანვრის ტრაგედია რომ მოხდა 2 დღით ადრე ვნახე სიზმარში საავადმყოფოში იყო ვითომ და აქ რა გინდა მამაო მეთქი და ჩემს შვილები მყავს ცუდად ასე მითხრა და მაშინ იმ დილას ძალიან ცუდად ვიგრძენი თავი ცუდი წინათ გრძნობით გავიღვიძე და 2 დღის მერე ესეც მოხდა ღამე მაღვიძებს რაღაც ხმაური ტელევიზორს ვრთავდა მამაო დგას ეპიცენტრთან ინტერვიუს აძლევს და აი ეგ იყო არ ვიცი რა ყოველთვის იცოდი რომ სადაც საჭირო იყო იქ იქნებოდა ასე ამბობს რომ ჩემს შვილებთან ვარო მერეც მეორე დღეს მესამე დღეს პანაშვიდები წირვები ჩაატარა და აი ხომ გქონდა ტკივილი მაგრამ მამაოსთან ყოფნა იმ ტკივილს გინახევრებდა აი მასთან საუბარი მისი ეს მოსმენა თითქოს შენ კი და აი არ ვიცი სულ მეგონა მე ყოველ შემთხვევაში და მიუხედავად იმისა რომ ფიზიკური განშორება გვაქვს ვიცი კიდეც რომ აი კარგად მახსოვს როდესაც გადავწყვიტეთ რომ ესე სულიერი მოძღვარი უნდა ყოფილიყო ესე შევთანხმდით რომ ქრისტეს კართან უნდა მიმიყვანოს და ვიცი იქ დამხვდება ზუსტად ვიცი და ახლაც ეს ერთი წელი რა ვიცი ხან მოდი ახსარება ჩამაფარე მესიზმრება ხან როგორ მეხუტება და ის გამხდარი ხელები რომ მეხუტება მაგას ძალიან ცოცხლად გრძნობ კიდევ ერთი რაღაც მინდა ვთქვა მამაო იყო დიდოსტატი როგორ ესაუბრა შენ სენაზე აი შენთვის გასაგებ ენაზე და წეღანად საუბრობდით მაგაზე აი მოხუცის ენაზე ესაუბრებოდა ბავშვს ბავშვის ენაზე ჩვენ ახალგაზრდებს რომლებსაც თავში გვიქრის და რა ვიცი ხარავს ფიქრობთ ჩვენ სენაზე და მე მგონია რომ ზუსტად ესეთი უნდა იყოს მოძღვარი რომ ქრისტიანობას საუბრობდეს არა რაღაცა გაწერილი წესებით არამედ იმ ენით რომელსაც გაიგებ და ყველა რიტუალს აცოცხლებდა. აი რაღაცა ის კი არისო, რომ ანუ აი ტრადიცია და წესია, მაგალითად ზიარების წინ რატო უნდა მიხვიდე უზმოზე? ამ ყველაფერს შენ სენაზე გეუბნებოდა და მე შენ გინდოდა. ხო, რა თერგესმოდა ახსნა ის. უნარი ქონდა ახსნის და თუ შეიძლება ორივეს მინდა კითხოთ, რა მასა აი ძალიან უყვარდა სხვა ადამიანის გამო, რა ვიცი, სიცოცხლე ყველაფერს დათმობდა და ფაქტიურად ისეთი ის იყო, რომ მართლა სხვის გამოცხო, აი ხა აქედან წარმოიდგინეთ, ეხა მე რეგიონში მოძღვრები ვიცი რომ აქეთ გადმოსვლა აქედან რეგიონში რო წასვლა ძალიან ცოტა არის და მადლობა ამისათვის წარმოიდგინეთ აქედან რეგიონში წავიდა ადამიანი რომელიც აქ შეეძლო ყოფილიყო და ამ ხელაზე როგორც აი რაღაცნაირად შეწირული თავის სამშობლოზე რაღაცა ჯარისკაცი ესეთი ადამიანი იყო და არის კიდევაც და აი ერთადერთი ადამიანია რომელიც არც ვემზადები ხოლმე უბრალოდ ისე მომდის მის მიმართ აი ეს ისა სიტყვები რომ არ ვიცი და მადლობა იმისათვის რომ ის ადამიანი უბრალოდ აი ამ ქვეყნად გაჩნდა და შეგვახვედრა ჩვენ ესე ერთმანეთს ისეთი ადამიანები მხვდებით ეხა რომ მამა თეიმურაზი რომ არა ცხოვრება შეიძლება ერთმანეთის მეგობრები ვერ ყოფილიყავით იქაც რომ მივდივარ ხოლმე აი ისეთი მოხუცებულიც ახალგაზრდაც აი როგორიც არ უნდა ყველანაირი ადამიანი იკრიბება იმიტომ რომ რაღაცა ღმერთკაცივით იყო ეს ადამიანი რომელიცაც ყველასათვის იყო რა და სხვადასხვის არ უყვარდა არც ხვისი განკითხვა, ხვისი რაღაცა ცოდვის არ არსებობდა რომ მასთან ვიღაცაზე რაღაცა გეთქვა და შენ ამყოლი გეპოვა იქ. სულ რომ ის მტერზე გელაპარაკა, რომ აი ეს აცუდი ადამიანია, შენ ხო დაგიშავა მამაო. არა ყვებოდა, გამორიცხულიყო და აი ეს თვისებები და ის ქონდა და კიდე რა თვისება ქონდა ისეთი რასაც გთხოვდათ ხოლმე აი რის მიმართ არის მაგარი მომთხოვნი შენს გაიხსენე გთხოვ და ორივე მითხარით რა აი ეხა თქვენ როგორ ფიქრობთ აი მამა თეიმურას როგორი გაიხარდება რომ მის სულიერი შვილი იყოს აი ზუსტად რამეზე ყოფილა რომ სიტყვაზე შენ შეუჯანჯღარებიშარ და უთხავს რომ რამდენს ამბობა რაღაცა არა აი თქვენ ზუსტად აღნიშნეთ ის მისთვის არ არსებობდა ცუდი ადამიანი ან ადამიანში რაიმე ცუდი ჩვევა რა მაგალითიც არ უნდა დაგედო რა ფაქტიც არ უნდა დაგედო რომ ადამიანური რაღაცა სისუსტის სიცუდის გამო დადგა რაღაცა სადღაც ცუდი შედეგი ძალიან ის ამბობდა ასეთ რამეს რომ არ არსებობს ცუდი ადამიანი უბრალოდ მას აკლია სიყვარული ისევ სიყვარული იყო გამოსავალი საკუთარი თავის შემოტრიალებისკენ, საკუთარი თავის გაზრდისკენ. წეღანაც ვახსენე და ახლაც ვამბობ. წესები, დოგმები ეს უნდა გააკეთო, მერე გაიზრდები სულიერებაში, როცა ამას გააკეთებ. არა. სიყვარულით მიდიოდი ნაბიჯ-ნაბიჯ. იქამდე
რა შედეგიც უნდა რომ ყველა მიიღოს, ხო, სულიერებაში. კი, შესაძლებლობებს ჭრეტდა რა, ეხა როდესაც შენთვის რო ითქვა ის მაგალითად რასაც სხვა და გავალებს და ვერ აიტან, ამას წინასწარ ჭრეტდა და იცოდა რომ ეს თვალზე ამას ეს ვერ აწევს, მოდი ესე მოვიქცეთ და კი. ეგ რაც აი მისთვის მთავარი რაც იყო ერთობა. ხო, აი ჩვენ გაგვაერთიანა ისე როგორც ალბათ არ შეეძლო არაფერს და არავის ესეთი გაერთიანება. თავარი მისთვის იყო ერთობა, რაღაც საკითხზე ის იქნებოდა რამესთვის მომზადება, თავშოთ ტრაპეზისთვის, თავშოთ ვინმეს დასახმარებლად, თავარი იყო დაენახა ჩვენში ერთობა. ეხა ჩვენთან რა ხდებოდა? ეს ჩვენშიც ეს სასწაულად ხდებოდა ეს ერთობა. ყველას უნდოდა რაღაც მონაწილეობა მიიღო, ყველას უნდოდა მის გარშემო სხვას თუნდაც სრულად უცხოს, მაგრამ მის გარშემო დახმარებოდა და სულ ამას ამბობდა, რომ მე ვარ თქვენი მსახური. დავუშვათ, როდესაც დგებოდა კვირის განრიგი მსახურების, ხო, და რაღაცა საათების შეთანხმება, დღეების შეთანხმება, არასდროს არ ამბობდა თვითონ ამ დღეს ან ამ საათზე. ყოველთვის ამბიონიდან გვეკითხებოდა, თქვენ როდის გნებავთ, იმიტომ რომ მე ვარ თქვენი მსახური და სულ ამას ამბობდა, რომ თავარი რისთვისაც ვიბადებით, ეს არის ადამიანისთვის მსახურება. თავარი რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, ეს არ არის დავუშვათ ამდენი ლოცვა წაიკითხო, ამდენი კანონი წაიკითხო, ამდენი საათი იდგე ტაძარში, ემსახურო ადამიანს. და მისი ძალიან ბევრი ვერ გამოყოფ ყველა მისი ფრაზა და თანატოვარი ძალიან ღირებული და საყვარელია ჩემთვის, მაგრამ აი ზუსტად ყველაზე მეტად რაც მიყვარს და ვთვლი რომ მამაოს ცხოვრებას ეს ერთი წინადადება თუ როგორ იცხოვრა მან გადმოსცემს არის ეს, როდესაც ამბობს რომ როდესაც შენი სიხარულით ჩემი ტკივილები იკურნება და ჩემი სიხარულით შენი, აი ეს არის სიყვარული. ერთმანეთისთვის შეგვიძლია გავაკეთოთ ყველაფერი და ყველანაირ სიტუაციაში ვნახოთ გამოსავალი და გავამხნევოთ ადამიანი თუ ჩვენ იმ მომენტში მის უკეთყოფნაზე ვიზრუნებთ და ყოველთვის არ არსებობდა ისეთი სიტუაცია, საიდანაც მას არ მიეცა დიდი ნუგეში ადამიანისთვის, მარიამმა ახსენა საგარეჯოს ოციანურის ტრაგედია, ეს იყო გაგახსენებთ ძალიან ასე ვთქვათ მძიმე ღამე, მთელი ღამის განმავლობაში მიდიოდა სროლა, სადაც იყო მხოლოდ პოლიცია და უკვე რაღაც მომენტში ექიმებიც და სასწრაფოც ვეღარ შედიოდა, იმიტომ რომ მათთვისაც იყო ეს საფრთხის შემცველი. მამა იდგა იქ და რო ეკითხებოდნენ რას აკეთებთ თქვენ მე ვარ იქ სადაც ჩემს სულიერ შვილებს უჭირთ, მე უნდა ვაზიარო და ვანუგეშო და მართლა იყო მათი ოჯახებისთვის მაშინ და შემდეგი 40 დღეც და ალბათ მერეც მამა ძალიან დიდი ნუგეში, იმიტომ რომ უხდი და ქალაქის ცენტრში საყოველთაო პანაშვიდებს ჩვენს ტაძარში სულ მიდიოდა მათი სულებისთვის მოსახსენებელი პანაშვიდი და აი ის ფრაზა რაც მე ვთქვი, ხო, მხოლოდ 20 იანვარი რო ავიღოთ, ის ფრაზა ამართლებს ზუსტად აი იმ დღეს და პირიქით ის დღე ამართლებს იმ ფრაზას, რომ თუ ჩემი სიხარულით შენი ტკივილები იკურნება და პირიქით, მაშინ ყველაფერი კარგად არის და სწორად ცხოვრობ. ასე იცხოვრა ნამდვილად. მაგრამ ძალიან თუ ვინმე რამე უნდა ინატროს, როგორ ვიცხოვრო თუ ეს არის მამა თეიმურაზის მაგალითი, რომ აი ესე უნდა იცხოვრო. რაღაცნაირად თითქოს რუკა დაგვიტოვა იმისა ის გზა, როგორი უნდა იყოს ადამიანი საერთოდ, რომ თუ შეიძლება აი აქ ბოდიში ჩაგეჭრებით, როდესაც მამაო იყო დასვენებული ტაძარში და მოდიოდა უამრავი სასულიერო პირი, მათ შორის იყვნენ ძალიან ღვაწლმოსილი, ძალიან ხრცოვანი, სასულიერო მოღვაწეობაში ძალიან გამოცდილი სასულიერო პირები, მათთვის სასაკობრივად შეიძლება მამა თეიმურაზის შვილის კი არა, შვილის სტოლიც ყოფილიყო და ეს მამები ამბობდნენ ესეთ რაღაცას, რომ ჩვენ უნდა მივბაძოთ, ჩვენ უნდა ვისწავლოთ მამა თეიმურაზისგან და ავიღოთ მაგალითები მისგან. აი ესეთი ღვაწლმოსილი, ესეთი დიდი გამოცდილების მქონე, ესეთი ასაკობრივადაც მხრცოვანი და მიღწეული სასულიერო მოღვაწეობაში უნდა გავიხსენოთ, რომ 30 წელი იცხოვრა მხოლოდ და
აი ასეთი ადამიანები ამბობენ, რომ უნდა ავიღოთ მაგალითი აი ამ 30 წლის ადამიანისგან, რომელმაც ახლა 30-ვე წელი ხო არ იყო სასულიერო პირი, ხო ჰქონდა მას ბავშვობა, თინეიჯერობა, სხვათა შორის მე რომ გავიცანი იყო თინეიჯერი. ჯერ სასულიერო პირი არ იყო, ალბათ იყო სკოლის დამამთავრებელ წლებში და სტუმრობდა ხოლმე ჩვენ დოდო გარეჯელის სახელობის ტაძარში საგარჯოში არც ისე ხშირად, თუმცა აი თინეიჯერი ბიჭი სტუმრობა, რომელიც გალობს შესანიშნავად, კითხულობს შესანიშნავად, მაგრამ არც სასულიერო პირი არაფერი, მაინც იყო დღესასწაული. ძალიან დიდი დღესასწაული იყო, მისი მოსმენა, მისი წაკითხული სხვანაირად გესმოდა, რაღაც იქიდანვე ჰქონდა სხვანაირი მადლი. ნუ მერე უკვე როდესაც დაოჯახდნენ რუსუდანი და მამაო და გახდა უკვე ჩვენი დიდი ოჯახის წევრი, როგორც სიძე, როგორც ნათესავი და ჩვენი ეპარქიისთვის უკვე როგორც სასულიერო პირი, მერე ხო ეს ბედნიერება უფრო გაიზარდა, მაგრამ აი იქიდან პატარაობიდან, თინეიჯერობიდან ქონდა ეს რაღაცა განსაკუთრებულობა, რომ მის გარშემო იქნებოდა დღესასწაული. მიუხედავად იმისა, რომ ხვალ ძალიან მძიმე დღე არის, მისი გარდაცვალების 1 წლის თავი არის, უმძიმესი დღე არის, მაინც რაღაც აი ორმხრივი არის რა, ძალიან გტკივა, მაგრამ სადღაცა რაღაცა ბედნიერების შეგრძნებას პოულობ. ეს არის ამოუხსნელი და ალბათ არც უნდა მოიხსნას ესე მარტივად. რაშიც მამაო გვიმსუბუქებს. მაგრამ მისი გარდაცვალება, მის გარდაცვალებაშიც არის რაღაცა დღესასწაულის მომენტები. ეს არ ვიცი, მაყურებლისთვის ალბათ ძალიან რთული გასაგებია, მაგრამ მის განსასვენებელთან ეს იგრძნობა. თვითონ იქიდან როგორ გეხმარება და გაძლევს რაღაც ბედნიერების მომენტებს. ნუ არ ვიცი, სხვა როგორ გაიგებს, მაგრამ ეს იგრძნობა. სწორსაუბრობ, ზუსტად მესმის, ხე იქ ვინც ყოფილა ის განცდა ქონია და ზუსტად მესმის დიდი მადლობა და თუ შეიძლება შენთან გადმოვიდეთ მარიამ, იმიტომ რომ სამწუხარ ჩვენ და დრო ცოტა დაგვრჩა და აი რა სიტყვი კიდე რაღაც ისეთ რომ მოსმენდი დამატება მინდოდა რის იცით. მამაო არ მოგცემდა უფლებას რომ ღმერთზე მეტად შეყვარებოდა. აი ხო გვაქვს ხოლმე მომენტი და ცდუნება რომ ის სახეზე ყავს ძალიან ტკბილია, მოსიყვარულია და ანუ გიყვარდება. აი წირვაზე მიყვარდა ხოლმე მასთან მისვლა. აი ხო გვაქვს ადამიანებს წირვის დროს ჩვენი ფიქრები გარბის, გამორბის, საერთოდ ითიშები, აღარ ხარ და უცბად საკურთხევლის კარი იღებოდა და მამაოს ხედავდი მთელი თავისი არსებით იქ არიდგა. ქრისტესთან იყო და შენც გინდებოდა რომ ზუსტად ეგრე მდგარიყავი, შენც გინდებოდა რომ მთელი შენი არსებით შენც ღმერთთან მისულიყავი და მერე წირვის მერე შენი თავით იმედ გაცხრებული რომ იყავი, რომ აი მაინც ვერ ვილოცე, მაინც სადღაც წამიღო, გამოვიდოდა და იტყო და ვილოცეთ როგორც შევძელით და ეს იყო ძალიან დიდი ნუგეში. ნუგეში იმისა რომ ამას ფიქრობდი და ის ამბობდა. კი, ზუსტად, ანუ აი მართლა კარგად მახსოვს, აი რამხელაშვება იყო ჩემთვის, იმიტომ რომ გეუბნებოდა რომ ღმერთს ისეთი უყურხარ როგორიც ხარ და დღეს თუ რაღაცა ვერ შეძელი, ხვალაც მოდი, ხვალ შეძლებ, ზეგაც მოდი და აი ასე გასწავლი და ღმერთთან ურთიერთობას და არ ვიცი, ამაზე დიდი მაგალითი ქრისტიანის, მე მგონია რომ არ ვიცი შემხვდება კიდე, არ მგონია რომ შემხვდეს, იმიტომ რომ წეგან ხატიასაც ვეუბნებოდი რა უნდა ვილაპარაკოთ რომ საკმარისი იყოს მამაოზე რომ ვისაუბროთ. მამაო თხოვოთ რომ გამოგვიგზავნოს. აუცილებლად ბევრი არის, უბრალოდ დანახვა უნდა და აუცილებლად გამოგვიგზავნოს. კი, არც ერთი სიტყვა არ ეყოფა ნამდვილად და ჩვენ ძალიან ბედნიერები და მდიდრები ვართ რომ ყავს. გინაცვალთ, აი, ალა ძალიან დიდი მადლობა საგარეჯოელებს მინდა უთხრა, იმ მოძღვარს მინდა უთხრა, ვინც მამაოს ადგილას არის, ახლა როგორ ამხელა ტვირთია უბრალოდ მამა თეიმურაზის იქ ყოფობა ამდენი ადამიანის, როგორ მე აი იქ არ ჩავსულა, რომ რაღაცნაირად სულ რაღაცაერთ ვცდილობენ იქაურები, რომ პატივი იქცენ, იქ მამაო გვხვდება ხოლმე, იქ მოსახლეობა, დიდი ან პატარეთ, მე აი არ ვიცი, საოცარი ხალხი ხარ, დიდი მადლობა საგარეჯოს, პირდაპირ აი უღრმესი მადლობა, რომ ჯერ მამა თეიმურაზისთვის რომ ესეთი ძვირფასები იყავით, რა მაგრები ხართ წარმომიდგენია და თან კიდე რაღაცნაირად აი იმას ინარჩუნებთ, რომ გეთხოვათ ის კვალი, რაც მამა თეიმურაზმა დატოვა. სხვათა შორის მის მეუღლეს მინდა ძალიან დიდი მადლობა უთხრა, რომელიც, ავიცი, აი, რომ მოდის ხოლმე, მიუხედავად ამხელა ტკივილისა.
ვერასოდეს შენ ვერ იგრძნობ, რომ ჭირის უფალთან გაქვს საქმე რაღაცა და ეს არის დიდი ადამიანების თვისება რა და მადლობა. მის მშობლებს მინდა უთხრა დედას და იმ ადამიანს, ვინც გვერდში აი ესე უდგა ხართ, ყველას მინდა მადლობა გითხრათ ბავშვები, იმიტომ თქვენ ხართ ადამიანები, რომლებიც ჩვენში უკვდავყოფთ ამ ადამიანს და მადლობა იმისათვის, რომ მამა თემურაზმა თქვენ იმედზე დაიტოვა მისი თავი ეხლა და ამ ქვეყნად თქვენ სანამ ის გეხსომებათ, ის იქნება ამ ქვეყნად, ყოველთვის ცოცხალი და როცა თქვენ და ღმერთმა არქნას მისი ძალა დაჭირდეს იმისათვის, რომ გავიხსენოთ. თქვენით უნდა აუცილებლად მამა უნდა ახსოვდეს ყველას და მადლობა ამისათვის, უამრავ შრომობთ, ამისათვის გვერდები გაქვთ რაღაცა და მართავთ ამ გვერდს. ძალიან დიდი მადლობა რა ამ ყველაფრისათვის და იმ ყველა მოძღვარს მინდა მადლობა უთხრა, ვინც მამა თეიმურაზი ვისთვისაც ფასეული არის და ის ესენი არიან კოლეგები, ესენი ყველა ღვთისწინაში შვილები და ერთნი არიან და მადლობა ყველა მოძღვარს, ყველა იმ ადამიანს, ვისთვისაც მამა ვარი ფასეული და თუ შეიძლება ბოლო 3 წუთი დარჩა და რას დაამატებთ კიდე რა. იმიტომ რომ ეს გოგონები ეხა გეტყვით. მოგძალებულად პატარა ბავშვები მოვიდნენ, რომლებიც ჩვენ გვერიდებაო და რაღაცა აქ ვერ ვახო მორიდებას მე. ისე საუბრობენ რომ ჩემზე ბევრად კარგი წამყვანები ხართ. მამაოზე საუბარი შეიძლება უსასრულოდ. აი ზუსტად ის უსასრულოდ შეიძლება მამაოზე საუბარი. ისევე როგორც არ ვიცი როგორ შეიქმნა ამდენი მასალა წერანავს თქვი, მასალა არის უსასრულო. ძალიან დიდი მადლობა ყველას ამისთვის, მაგრამ არ ვიცი, უსასრულოდ შეიძლება საუბარი. მე მყოლია 50 გადაცემაში, 50 აი, თქვენ ძალიან დიდი მადლობა. მე ვიტყვი ბოლოს იმ რუსუდანი ახსენეთ და აუცილებლად ვიტყვი იმას, რომ აი როგორც წეგამ თქვი, რომ ნამდვილად არის მამა თეიმურაზი მაგალითი იმისა, როგორი უნდა იყოს სულიერი მოძღვარი ადამიანისთვის და რუსუდანი არის მაგალითი იმისა, როგორი უნდა იყოს ჯერ ზოგადად მეუღლე, მეგობარი მეუღლისთვის, მაგრამ ფოფოდია. თურმე მე მანამდე ამ საკითხზე არ მიფიქრია, მაგრამ თურმე ძალიან მნიშვნელოვანია მღვდლის ასე ვთქვათ მოღვაწეობაში რამდენად ძლიერია მისი მეუღლე და აი იმას, რასაც ქვია, არ ვიცი სწორად მომთვრა ფოფოდიობას, როგორც წევს. ეს საკითხადაცემის თემა კიდევ იმიტომ. მე ვარ მომხრემისა, რომ გავაკეთოთ აუცილებლად. ბოდიში კიდევ ერთ დავამატებ, ვიცი რომ ძალიან ბევრი ადამიანი არის დაინტერესებული ხვალინდელი დღით წიგნების შეძენით და ხვალ იქნება საგარეჯოში ჩვენს ტაძარში წირვა 9 საათზე, წირვის დასრულებისთანავე იქნება პანაშვიდი მამაოს განსასვენებელთან, ბატონი გიორგი იქნება ჩვენს გვერდით ხვალ აუცილებლად. ყოველ წელს მე ვიმყავს ხოლმე რამხელა ის სიხარული მე. წიგნის პრეზენტაცია გვექნება და შესაძლებლობა ექნებათ იქვე რომ წიგნები შეიცინოთ. ძალიან დიდი მადლობა თქვენ. უღრმეს მადლობას მოგახსენებთ მარიამ და რა ვიცი მამაოს სული გეწევათ აუცილებლად იქიდან და შეგვეწიოს, იმიტომ რომ ეს იყო დიდი ადამიანი, რომელიც ესე უბრალოდ არ უნდა გაქრეს ჩვენი ცხოვრებიდან, ამა ძალიან დიდი მაგალითები დატოვა, რომელთაც ჩვენ შეგვიძლია რომ ვიხმძღვანელოთ და ყველა მე პირობას ვდებ, რომ ყველა ის გარდაცვლილი მღვდელი მისი ოჯახი და ის ჩემ გადაცემაში თითო მოძღვრის ოჯახს აუცილებლად გაგაცნობთ, იმიტომ რომ ეს ღირსეული ხალხი მიდიან და მათი ოჯახები მინდა აუცილებლად და მათი ღვაწლი მინდა რომ გაგაცნობთ, რაც თავარია და რა თქმა უნდა მამა თეიმურაზი ამის სახი არის ერთ-ერთი და კიდე უამრავი მამა კახაბერი აუცილებლად წეღა მქონდა ამასთან დაკავშირებით გადაცემა და უამრავი მოძღვარია დიდი, რომელიც აუცილებლად უნდა განახო და მე თვეში ერთხელ ყოველთვის რომელიღაცა ოჯახი მეყოლება, რომელი ოჯახიც წევრებიც მისი გარდაცვლილი მოძღვარი იქნება თუ რაღაცა აუცილებლად მასზე ისაუბრენ. კარგად ზანდებოდ, დიდი მადლობა თქვენ. მადლობა მართლა რომ ხართ და თქვენთან არ მეყოფა 2 დღე, მაგრამ სამწუხაროდ დრო არ არის და ხვალ აუცილებლად საგარეჯოში ყველას ვისაც სურვილი გაქვთ მამაოს საფლავთან დილას წირვა იქნება და შემდგომ გადაიხდება პანაშვიდი და პატარა ის იქნება ღონისძიება, სადაც წიგნის პრეზენტაცია იქნება და მადლობა მამაოს მშობელს რა თქმა უნდა და ყველა იმ ადამიანს ვისაც ესე ღვაწლი მიგიწვით მის წარმოჩენაში. კარგად ზანდებოდეთ დროებით.